მოკლედ აქ დავდგი წყალი, მაკარონი უნდა გავაკეთო იმითი თინუსით. აქ დავდგი წიწიბურა, იმიტომ რომ ყველას უყვარს წიწიბურა და რასაც დღეს ვაკეთებ სადილად ის ჯერ არ იქნება. ამიტომ ესენი რო იყოს და აი აქ მაქვს კილო ნახევარი, აქ დავტოვე ნახევარი ქვილი, მაქვს შაქარი, მარილი და საფუარი. მოვზელე ხა ამ ცომს და დღეს მინდა რომ ღვეზელები გამოცხო, დიდი ხანია მინდა ღვეზელების გაკეთება და რა ვიცი, ხან რატო ვერ მოვახერხე, ხან რატო. და დღეს ახლა ამის დრო არის. Baby, do 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 TikTok-ზე დასხალ. მოვზილე ხალხო ღვეზელების ცომი. ეხლა თავს დავახურებთ და დავიმოდებით, როდის ამოფუმპულდება. ნახევარი კილო კი რაც დამრჩა ფქვილი, იმისგან მოვზილე ფუნთუშების ცომი. მოვზილე რცეში, არაჟანში და გადავცილე პრეზიდენტის კარაქში. ბევრი არ იქნება, მაგრამ ძალიან გემრიელი იქნება. მოიხარშა მაკარონი, ეხლა გადავწურავ და შევანელებ, ესეც მოიხარშა. ეს აქ დავდე, რომ უფრო ზითბოში იყოს და მალე ამოვიდეს. ეს არის პაპრიკა და შავი წიწაკა, ანუ პილპილი. ესე ჩავთუშავ, ნახეთ უკვე რაფერია. დავამატე სტაკილო. და ჩაითუშო. თინუსი, მარილ წყალში. так, მაქვს შენახულიცით რა მაკარონის ცოტა ნახარში წყალი. Was მზადარი. Was მზადარი. გოგოები ვსხადვართ და მსხალს ვჭამთ. Cheese. რა გაფოტო. გაჩვენებ ახლა. ბონის მთხოვს. ეს მიაგდო და ამას ჭამთ. პირველ მოვამზადე. ცომი მზადარი, ეხლა პირველ გაცილება, მე ღვეზელებს გავაკეთებ. ახაც რა ცომი მაქვს და მეტყველი. ცომი მაქვს მეტყვენა. მოსაუბრე ცომი. Yes, ნახე რა ცომია. Wow!
ვაუ! საუბრობს. პატარა თომი მინე. მოგცემ ხა პატარა თომს. დედა გიპი აქ დედა. გიპი აქ. სომს აქ გიპი. ნელა, აიწია სახელო. ევა. დედა ჩეპი მინდა. ჩეპში გინდა? Wow, delicious. Delicious. Deda chepi მინდა. მე რატომღაც არ მიყვარს ისა. ერაშკები, ღვეზელები, იმისი. თან არ მიყვარს ეგეც აფაზე შემწვარი. უბრალოდ ეს ღუმელში გამომცხვარს ჩემთვის აქვს სხვა ესთეტიკა, ოღონდ არა ვიზუალური, არამედ გემოსი. რაღაცა ინაზია დახვეწილი და ну ალბათ ზოგისთვის ის მეორეა ეგეთი, მაგრამ ვიძახი ჩემთვის. ამიტომ ძალიან მიყვარს. ზოგი საერთოდ ხელით აფრთხილებს. მე ვერ. ეხლა ეს წესი ცოტა ხანი უნდა დაასვენო. მე რა უნდა გააფრთხილო, მაგრამ დროში მინდა რომ მოვიგო. ვერ ვაკეთებდი აი ჭხილებით. ხო და ამითი შვენივრად ვაკეთებ. ეს არ არის სიძე რომ რამე ხელი შეგიშალოს. გულსხარს ვუკეთებ ყოველთვის ბლომად. ადრე ამაზე მე ვუკეთებდი ხოლმე. უბრალოდ ერთი პრობლემა ის იყო, რომ გამოდიოდა მე. და ეგ რო არ იყოს პრობლემა, ამის გამო აღარ იმაშვები. ეს ერთი. მე იმას გავაკეთებ, ძალიან მიყვარს კომბოსტოსი. საქართველოში ბევრს არ უყვარს, ვიცი, მაგრამ აი მე რო ეგ გავსინჯებ, რუსები აკეთებენ, ну, ძალიან აქტიურად. მარტო იმას კი არა, ერაშკებს. იმას აკეთებენ, ვარენიკებს. ხო და ისეთი გემრიელია ხალხნო. ვარენიკი არის, ვარენიკი არ მიწამია, ვიძახით ერაშკებზე.
ხვეზელებზე. აი, უგემრიელესია. აი ესეც მეორე. სულ ვცდილობ ხოლმე რომ ბუმბერაზები არ გამომივიდეს. ეხაც ვეცადე და თავიდან კარგად დავიწყე და მე ბოლოსკენ ვიცი რომ უფრო ავორია და დიდები გავაკეთე. იცით როგორ გაქრება ეს? ანუ დღეს ამოს უკვე დღეს ღამე, უკვე აღარ იქნება ღამე ერთმა შეგვარგოს. მიყვარს რომ გავაკეთებ და ძალიან მალე აღარ არის. ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ მოსწონთ. რაც ჩვენთან რჩება, ის არ მოეწონათ ესე იგი. ეს უკვე დიდი აქვს. თუ ამჩნევთ. ცოტათი ცხელია ჩემი პიურე ჯერ კიდევ. პიურე წესით უნდა იყოს ცივი. სრულიად. იმიტომ რომ თუ ბევრს გააკეთებ და აქ ვედადებ და იმაში ჩალაგებ ჟარონაზე, საცხო ფორმაზე. ხელში რომ აიღებ ამას ღვეზელებს, იმას იზავ, შეიძლება გასკდეს. ეს ახლა ჩემი გამოცდილი ხალხისთვის კი არ ვიძახე, მე რო ვიყავი. არაფერი რო არ ვიცოდი ხოლმე, დამწყები რო ვიყავი. იმ ასეთი თუ მიყურებს ვინმე, როგორც მე ვიყავი ოდესღაც. მათთვის ვამ. მე რა თქმა უნდა გამოცდილებაში და დროში სწავლ. ცხადი. აი კიდე ერთ ყავს ვდებდი ხოლმე სხვა დროს. ეხა უფრო ნაკლებს ვდები. იმიტომ რომ მე იმაშობა გამოდის გარეთ. სკდება და გამოდის. ანუ გულს არ თიხებს. ეხა ესენი დიდები წამოვიდე. ფუნთუშებიც უნდა გავაკეთო. ბარემ თუ ცომია, სხვათა შორის მე ცომი გვიან დავიწყე. რატომღაც არ ვეკარებოდი, იმიტომ რომ ძალიან რთული მეგონა. ნუ აი, ცომი და რაღაცა ესეც. არაფერი სირთულე არ არის. ეხლა მასე ვარ იმასთან, ხინკალთან. და იმედი მაქვს, რომ ოდეს მე ხინკალზეც ვიტყვი. აი ამას რომ არაფერი ისეთი არ არის. თავია დამუღამო, როგორ კეთდება სწორად. და всё. ეგა. მაინც ეს სიგრძეც არ არის ისეთი კომფორტული ამის კეთებაში. ამას უნდა ჭხილი ნულზე. იდეალური რო იყოს. აი ნახე ეს ნახე ჭხილები. რა სამახასი. ახლა ეს ზუსტად ის რაოდენობა, რაც დაიწყება ერთ საცხო ფურცელზე. თუ არ მეყოფა ეს კარტოფილი, კიდევ შემოხარშავ და კიდევ გავაკეთებ. ანუ მთლიანი ცომი რაც მაქვს, ყველას მინდა რომ ღვედელები გავაკეთო კარტოფილის, იმიტომ რომ მე კი ძალიან მიყვარს ისა კომბოსტო, მაგრამ ჩემთან უმეტესობას უყვარს კარტოფილიანი და კომბოსტოსთან ერთად ვაკეთებდი ყოველთვის და არ ყოფნიდათ არასდროს კარტოფილიანი. ხოლო მაგიტო გადავწყვიტე რომ დღეს მარტო ამას გავაკეთებდი. თორე პირველად რო გავაკეთე ის
ისე მომეწონა, რომ იმის მე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე ერთად. და მე ის უფრო მომწონს. სხვადასხვა პირველ ვიცით როდის გავაკეთე? ჯერ კიდევ რომ არ მიყვარდა, ეხლა მიყვარს ჩაშლილი კომბოსტო და მაშინ არ მიყვარდა. და მაშინვე ძალიან მომეწონა. შეიძლება არ მოგწონდეს რაღაც სასაწყლელი, მაგრამ იმისგან გაკეთებული მეორე კერძი მოგეწონა. ბავშვობიდან კომბოსტო მიყვარდა მხოლოდ ერთ ფორმაში და ეს მხოლოდ ერთი ფორმა იყო მწნილი. დანარჩენი ტოლმაში მძულდა. სულ ვაცალკევებდი ხოლმე და ვფიქრობდი რომ რა ჯანდაბად უნდა თან დასაწვალებელია და რა ჯანდაბად უნდა გაახვიო მეთქი ამაში. ეხლა მომწონს. აძლევს რაღაც თავისებურ უნიკალურ გემოს. ბორშიც მძულდა, სანამ მე თვითონ არ დავიწყე რაღაცა შესანიშნავად ზღაპრული ბორშის კეთება. ვერ ვიტანდი ბორშს. მე არაფერს არ უსვავ თავზე. პირდაპირ ესე ვაცხოვ. და შესანიშნავი ცვება სხვათაშორის. მინდა გითხრათ. ესაკეთებს. თამაშობს თამით. აუ როგორ უყვარს. და იმას უყურებს თან. ფიქრობ საკმაოდ მალე მომანდა როცა ასე ითამაშებს როგორც მე. ჩემთან ერთად. და უშბათ სიცლისება. დავუშვათ. ესაც აინტერესო, ესაც დაინტერესო. ნახოთ. ადამიანს გააჩნია, ზოგს არასოდეს ასეთ ასაკში არ აინტერესებს, ვისაც არ მოწონს ეს კონკრეტული რაღაც საქმე. მე მაგალითად ადრე მით უმეტეს არ მაინტერესებდა თვითონ მაგრამ პლასტები მომწონდა. რაღაცა აქვს საერთოდ. მაგის გამო ვთქვი. რასაჭა? სად იყო უმი მაკარონი აიგე ხვეწები პროსტა. და ისა საერთოდ მე ადრე პროპორციებზე არ ვიცოდი თომში. როჭერდება დაახლოებით რაღაც რაოდენობა ყველაფრის და მეგონა რომ უბრალოდ ყველაფერს ჩაყრიდა თომი გამოვა. და ერთხელ ვთქვი მაკარონის თომი უნდა გავაკეთო. მახსოვს. და მე მიყვირდა რაღაც ანუ ეს არის ოთხევადიო ეხლა სკელიო. და ისინი ცხოვრება იქ. ეს შუაშია ჩამოზეთილი საშინაო და ვერ მოახერხებენ გაწმენდა ვერაფერს. მე არა უშის ყველაფერი იქნება. ეს არის კონტუშების. უგახსოვთ ვიღაცა ამბობდა ბევრ გულსაც აღარ ჩაუდებ, თორე გამოსდისო. აჰა. აღარ ჩამიდია. არა და კეფიცებით თვლიდი რომ ცოტა ჩაუდე.
ეს უბრალოდ როგორია. გავსინჯოთ. ახაც რა ზოყარებია. ხაი დავიწყე. დედოფლი. შემჭამე? დედა როგორი? ახლა თომე ხალია. ინა დედა აია, ორი ცოტა. ჩავიც უნდა მივატო. ოც ხალია. ხრე. გამდენ ვარ? დედა კანდი. ესე იგი გემრიელი ვარ. ოკეი. კიდე ავიღო. კი აია. კაკაი. ინა გვიგი პირველი პარტიიდან ეცდა, რაცა. თან თუ გასავჭამია. ბიბი. ასე ზღვაძებს. ორი სადველი ყიდე. სენტამერია. დედა სურპრაიზ. ბებელა მოიდა. დედა შოკერდო. ბებელა მოიდა. ეს ფუნთუშები. გულშემატკივრად დაუკეთე, ძალიან ცოტა ნახევარი კოლოს. გოლი გაიხსნა და თავს ეწავსვი არაჟანი ერთსა და შაქარ. და ეხა შევაფუნთუშებ იმაში ღუმელში. ეს ნახეთ. და კიდე მოიხარშა დამატებითი პიურისთვის. იგერე, რა კარგად ღერი ხარ. ცხელი. მე მინა. კი, გაცივდეს. ცოტა გაცივდეს და ეს მე მგონი მოხარშულია უკვე. რომელი გინდა? ეს მინა ფუ. ეს? დედა დედა. ჯერ ესეთი ცხელია. ცოტა გაცება უნდა რომ წესია დამოვიდეს, მაგრამ ეს მაგას დააცლის. Baby do 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 baby do do deda without really got it baby I love